მაგნიტური შესაკრავი, როგორ დავამაგროთ ჩანთას. გვაქვს ასეთი მაგნიტური შესაკრავი, რომელიც აი ეს მიმბოლოები უნდა გადავკეცოთ. შეგიძლიათ ხელითაც გადაკეცოთ, ან დაიხმაროთ რაიმე მეტალის ნივთი, ყელტუჩა, ან მაგალითად მაგრატელი. შესაკრავის ორივე მხარეს იგივენაირად გადავკეცავთ. ამ ეტაპზე კი ვარჩევთ თუ სად დამაგრდება. კარგად მოვაზომოთ ჩანთას თავსაფარი, რომ ორივე მხარეს სწორ ადგილას დავამაგროთ, აი ასე განსაზღვროთ. თითით შეგიძლიათ რაიმე ჭრილი გამოიყენოთ. მაგრდება შესაკრავის ეს სქელი მხარე. ამ რომბის შუაში დამაგრდება, ავიღებ ძუას. მოვჭრე დაახლოებით 30 სანტიმეტრს. ნახევარი მეტრი. ასე გავუყაროთ ძუა გადაკეცლის ერთ მხრიდან. და აი ამ მარგალიტში, რომბის ზედა მარგალიტში, ძუის ორივე მხარეს ვუყრით. მარჯვენა ბოლოს მარჯვნიდან მარცხნი, ხოლო მარცხენა ბოლოს მარცხნიდან მარჯვნივ. კარგად გავკაჩავთ და შემდეგ ეტაპზე მარჯვენა ძუას კიდევ ერთხელ გავუყრით შესაკრავში და შემდეგ იგივე ძუას იმავე მარგალიტში, სადაც წეღან გავატარეთ, მარცხნიდან მარჯვნივ გამოვატარებ და კიდევ გავკაჩავ. ეხლა ეს ძუის ორი ბოლო მარჯვენა ზედა და მარცხენა ზედა მარგალიტებში უნდა გავატაროთ, როგორც ვიდეოშია. შემდეგ მარჯვენას ზედა მარცხენა მარგალიტში გავატარებ, ძუებს შევახვედრებთ ერთმანეთს და რამდენჯერმე გადავგვანწავთ. შემდეგ კვანძი უნდა დავმალოთ ერთ-ერთ მარგალიტში. დავიწყე ამ მარგალიტშიც და თუმცა არ გამომივიდა, როგორც ხედავთ. დავანებე თავი და გადავწყვეტე მეზობელ მარგალიტში დავემალა. არის გაქვთ ორი საშუალება და ერთ-ერთში მაინც ადვილად გაატარებთ. მარჯვნივ გაქაჩვით, კვანძი იმალება მარგალიტის შუაში. შემდეგ ეტაპზე ძუის დარჩენილი ბოლოები რამდენიმე მეზობელ მარგალიტში უნდა გავატაროთ. ალბათ 4-5 მარგალიტში გაატარეთ და შემდეგ შეგვეძლება რომ მოვჭრათ. ძუის მეზობელ მარგალიტებში გატარებისას, რა თქმა უნდა მივყვეთ ქსოვის პატერნს.
ერთი მხარე მოვჭერი, თვის მეორე ბოლოსაც იგივენაირად რამდენიმე მარგალიტში გავატარებთ. ბოლოს ცულა უნდა ჩავიყვანოთ ჩანთის შიდა მხარეს და იქ მოვჭროთ. ასეთ ჩავიტან შიდა მხარეს. ამგვარად შესაკრავის ერთი მხარე არის დამაგრებული უკვე. მეორე მხარისთვისაც იგივე რაოდენობის ძუა აიღეთ და დაინახავთ. ისევ გავუყაროთ ქვედა ნაწილში და ამჯერად მარჯვენა და მარცხენა ძუის ბოლოები გავატაროთ ამ ჩვენი რომბის ქვედა მარგალიტში. ორივე მხრიდან შემდეგ ერთ-ერთი მხარე ისევ გავატაროთ შესაკრავში, ავირჩიე მარჯვენა მხარე და იგივე ძუა გამოვატაროთ უკან მარგალიტში. ასე უფრო დაცული ვიქნებით, რადგან ორ მაგ ძუაზე არის გამოდის დამაგრებული შესაკრავი. ისევ მარჯვენაში, მარცხენა ზედა მარგალიტებში გავატაროთ და შევახედოთ ერთმანეთს, რომ გავკვანძოთ ზუსტად იგივეს ვაკეთებთ, რაც გავაკეთეთ შესაკრავის ერთი მხარის დამაგრებისას. ასე შესაკრავის ერთი ნაწილი დამაგრებულია და მეორეს გავაკეთებთ აი ამ რომბში. აი ასე დამაგრდება ეს მეორე შესაკრავი ზუსტად იგივე პრინციპით. მადლობა რომ მიყურეთ, წარმატებები!